სალამი მეგობრებო, გამომწერების თხოვნით მინდა ჩავწერო ერთ-ერთ გუსტარულ ნარკოტიკზე. ვინძე, მოკლედ რა არის ზოგადად ეს პრეპარატი არის სტიმულატორი, ხელოვნურად დამზადებული მეტამფეტამინი და შემცველობა რა აქვს, მოკლედ ფსევდოეფედრინი, იოდი, ფოსფორი, ანუ მისგან ასანთისგან კეთდება, ბენზინი, ჟავა, წარმოიდგინეს ყველაფერი ერთად და ანუ ადამიანი ვენაში უშვებს არა მარტო ამ ფსევდოეფედრის, აი ამ თლიან კოქტეილს. ხშირ შემთხვევაში თუ მეც მინახავს, აი თუ გაგეპარება ვენიდან და არ შევა ვენაში პრეპარატი, რავი ადამიანების კანზე იწვევს რაღაცა დამწვრობას, პობას. მოკლედ საშინელი პრეპარატია, მეგობრებო, აი თითქოს თავიდან ეიფორია აქვს, მოზღვავებული ენერგია, მთელი დღე ეგრეთ წოდებულ ხოძზე ხარ, პლუს მაგარი აღზნებული ადამიანი ამ პრეპარატზეც ან ქალი უნდა, სულ ან ქალი თუ არ ყავს, მასტურბირებს 24 საათი, მოკლედ არაადეკვატურია და მეორე დღეს რა ხდება ეს 24 საათი რო გადის, ეს დოფამინის პიკზე იმყოფება ადამიანის 24 საათი და მეორე დღეს გრძნობს საშინელ დეპრესიას. აქვს ტრემორი, გულის, ანუ არტერიული წნევა აქვს მომატებული, გულის სწრაფად უცემს, აქვს პანიკური შიშები, შფოთი და ისევ ტვინი რას უბიძგებს, უნდა დავბრუნდეთ ისევ იმ მდგომარეობაში და ეს პროცესი დაუსრულებელი მეორდება, შემდეგ იწყება უკვე კბილების დაზიანება, ადამიანები წონაში იქლებენ, ოღონდ აი მუცელში რაღაც წყალი უდგებათ, რაღაც ღიპი ეზრდებათ და პლუს ამ პრეპარატს რა აქვს იცი საშინელი მცენარესავით ინახავს ადამიანს, ანუ თუ მოიხმარს იმ მომენტში არ აწუხებს, მაგრამ როგორც კი შეწყვეტს ვინტის მოხმარებას, ეს ვენების ელასტიურობაც ირღვევა, თითქოს რაღაც პლასმასივით უხდება, ვენები ტყდება შიგნიდან ეს ვენები და ანუ რამდენჯერ მინახავს, რომ სისხლი გარეთ ასხამს ადამიანს ვენებში ვერ ატარებს რა, ეს სისხლი ისეთი დაზიანებული აქვს. პლუს კანი ამომწვარი აქვს, პლუს ვენები მთლიანად განადგურებული აქვს, ეწყებათ შიში, ეჭვი, პარანოია. მოკლედ საშინელი პრეპარატია, მეგობრებო და მარტო ის პრეკურსორები რაც ჩამოვთვალე, იოდი, ბენზინი, ჟავა, ეხლა წიწვებისგან გამოყავთ ეს ფსევდოეფედრინი ადრე, მე რომ მოვიხმარდე 2011-12 წელს რაღაც ბავშვის წამალი იყიდებოდა სიროპი, იმისგან კეთდებოდა და მოკლედ პროცესი რომ აქვს ნანახი ეს 2 საათი როგორ იხარშება, მე როგორ გადაყავთ, გადმოყავთ. რავი მეგობრებო, თუ დამოკიდებული არ ხარ ადამიანი და ცუდად არ ხარ, უბრალოდ რომ დაინახო პროცესი იმ ადგილიდან გაიქცევი. და მე მინახავს საშინელი შედეგები ამ ნარკოტიკისგან ადამიანები ბიოლოგიურადაც რომ დაინახო რა დღეში არიან. ამიტომ თუ სადმე ნახიან ვინმე შემოგთავაზდა ეს ნარკოტიკი მეგობრებო, არ გასინჯო, იმიტომ რომ იმხელა ეიფორიას მოგცემს თავიდან, რომ აი ეს ერთხელ არ აუშავს, ორჯერ არ აუშავს და შეიძლება გავიდეს 1 წელიწადნახევარი და უკვე არც ერთი კბილი არ კონდეს, ხელები დამწვარი კონდეს და საერთოდ არაადეკვატურ ადამიანად იქცევ, რომელიც სადღაც პრიტონში იჯდება და ეს ბოთლის ჭრევა და რაღაცები ვისაც ახსოვს, ეხლა ეს ბოთლის ჭრევა რას ნიშნავს, როგორც ბარმენები, კარგად მიხდება, აი ამ პროცესში იქნები იოდის სუნით მოუწესრიგებელი და დაუყანელი. მადლობა.